ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia, ტექნიკურად, მორალურად და ფინანსურად და Ford dealer-ი. Ford dealer-ს აკეთებს, მანქანებს აკეთებს. და ძალიან მაგარი მოგოქეს USA to Georgia. საბრძნეთთან დაიწყეს ტვიტების ჩამოტანა, ასე რომ შედი თუ დაინტერესებული ხარ და ჩამოგიტანეთ სწრაფად ხარისხიან. ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითად იარაღის განხილვა ზურაბ ყვანჭახაძე. აქ არის მარტო იარაღი. ასე რომ შევძანდით, ვისაც იარაღი გაინტერესებს, ნახეთ. 2-3 გამარჯობათ მეგობრებო, არქივაწერება კარგი ხარ. გამარჯობათ. ბატონო დავით, კიდე ერთი კულინარიული შედევრი მივცეთ. რატომაც? ოღონდ ეს უკვე ჩემი რეცეპტით. აი ესეთი მაგარი ქათამი გვაქვს. ბევრია რომ ქათამი არ უყვარს, ბევრია რომ უყვარს. ქათამი გემრიელია. ჰა? ქათამი არის გემრიელი. ქათამი გემრიელია. ოღონდ უყურე ბატონო დავით. ქათამს ტყავი უნდა გავაძროთ რა. რატო? რა კარნებს ეცავს? ქოლესტერინი აქვს. შეგით ქოლესტერინი რა არის? ჩემ ასაკში ინფარქტი. იმების გაბიდნა იცის ხოლმე რა. შაურმას რო შეჭამ იგივეა რა. ბიჭო ნახე კურდღელივით რამხელა ის არის ქათამი. კი, ქათამი. მოგეთ ყავს გავაცრე მეგობრებო. დიდია. ეხლა რას ვაპირებთ? აი სვანური მარილია, დაღერღილი წიწაკა და ნიორი. ერთი ზეთი. ვიცი რომ ქათამი ბევრი რეცეპტით გესრება. ქათამი კეთება 130,000 მილიონნაირი რეცეპტი, ბატონო. ხო, ძალიან ბევრი არის. ანუ ზეთს ავიღებთ. აი ეს ყველაფერი ზეთში უნდა მოვაყუჩოთ. ეხლა ნახეთ. აი ესეთი რაღაცა გამოვიდა. ზეთში მე ამას მოურევთ. ნუ შეხედეთ, აი შეხედეთ უკვე როგორიც გამოვიდა. მასა მარილი არ უქნათ, იმიტომ რომ სვანური მარილი თვითონ გეუბნება რომ ვარ სვანური მარილი. მარილი. როგორც ცნობილია ბატონო დავით, სვანები არიან ძალიან ჭკვიანი ხალხი. პრაქტიკული და მოხერხებული ადამიანები. ამიტომაც საჭმელები აქვთ გემრიელი. არის ეგეთი დაწესებულება, რა ვიცი, ვისაც სვანეთში არ მიგესვლებათ როგორ, ნუ სვანში ნაყოფი არა ვარ. ჰარაკი ქვია, დიდი ღუმში. ერთხელ წავიდეთ ერთად, ჰა? ჰარაკი ქვია, სვანები არიან და აკეთებენ მაგარს. ერთხელ ვიყავით, გახსოვს? ჰარაკი? ხო, რაღა ჰარაკი, ხო? ხო, მახსოვს, რესტორანი ვითვრე. ხო, რაღაცა, რესტორანი არ არის. შეგიძლიათ გამოიძახოთ. ხო, ძალიან მაგარია რა. ანუ სვანებს აქვთ მაგარი, როგორ ვთქვა რა, უცნაური და გემრიელი ხო რა. ცალკე აი ყველაფრისგან განსხვავებული ისევ როგორც მეგრელებს და რა ასე შემდეგ. მოკლედ ეხლა მე ამას გავატყავებ. თქვენ ამას აღარ გაყურებინებთ რა დღეში ვარ და მე ამას შევაზილავთ და ძალიან მაგარ რაღაცაში უნდა გავაკეთოთ ამ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. მოკლედ მეგობრებო. ეს ზეთშესაზელი ნივთიერება გავაკეთეთ, დაჭირდება კარტოფილია ესეთი. ჩამოვაცვათ. ჩამოვაცოთ ეს USA to Georgia გვიფეშკაშა, მია მოწყობილობის ლინკს დავდებ რა, თუ დაგაინტერესათ აუცილებლად. მაგარი რაღაცაა რა. ლუდი დაგჭირდება რამე, ერთი ბოთლი. და დანარჩენი კეთილი გული. მოკლედ ბატონო დავით. შენ ხელთათმანები არ აქვს, ხო? პორტუთი მივალ. არა, არ გინდა. რაღაც უნდა ავიღო რა, იქ მაგიდეზია. კაი. აი ეს. აჰა. ეს უნდა შეაზილოთ. ნუ მაშინ ჩავასხავთ. ხობა. ეს უნდა შეაზილოთ. ამხანა ქათამს გარედან და შეგინდანაც ერთხელ აჯიკით გავაკეთე და აბანაოთ. ის ბანკა მომაწოდე, უბრალოდ ქილა. დამზადებული მაქვს კიდე ცალკე იმით გავაკეთე რა ქვია. ბევრი დაგჭირდებათ რა. მოიტანე? შეგინდა გულგუჭილ და რამე არ არის. მოურიე? ეგრე მიდი. კარგა მოურიე რა, გულიანად. ჰა, რა იყო ჟილო. ესაო, გისაო.
გიჟის ალოცავად მიუშო და შუბს გაიხეთქავ და შენი საქმე ეგრეა. კაი, გეყოფ. ამოიღე ჭისა. კოლზი ამოიღე. კოლზი ამოიღე. აი ესე ხო? აი ესე. მონდეს შიგა ჩავასხა და ზემოდანაც დავასხათ. ბატონო დავით ეხლა დადგა ყველაზე ესეთი მომენტი რომ ცოდო აქად. ქათამ შიგიდან გამოუსვათ, კაი? გამოუსვათ. შიგნით არომატი დადგება, ანუ ესო ადუღდება რა? ადგინდა. ა? შიგნიდან ხო, მართალია. შიგნიდან არ უნდა რაღაცო? მე როგორ ჩვენ ეგრე ვერ ვერკვევი კულინარიაში, ამიტომაც. შენ უკვე დროა რო გაერკვა, ხო იცი? კი. ზეთი იცი რას იზავს, რო გაცხელდება ზეთი. ზემოდან ამ უნდა გაეკროს ოქროსფერი რა. კანი რა. აუ ამაში ნიორიც რო ურევი, ესეთი სუნი გაუშვა რო? კი. აი ესეთი რაღაცა ანუ ახლა ხალხი მოგიყურებ და ხალხი ვერ იცნობს სუნს და. ა? ხალხი ვერ იცნობს სამწუხაროდ. ჯო ხალხი ვერ აი ესეთია გაკეთებული ზეთი ის და რა. ბანკაში ხუქილა. წიწაკა არის ზეთი, სვანური მარილი და ნიორი. ცოტა ზემოდან სკლათ უნდა ამოუსვა ეს. წაწყალეთ. აი ეს, ეხლა ბატონო დავით დადგა ჟამი ჭეშმარიტებისა. ეს ქათამი უნდა ჩვენთვის იაკ. თუ ქათმისთვის. ჩვენთვისაც და ქათმისთვისაც. აი ეს. ეხლა წაწყალეთ. დავასხათ ზემოდან ეს ყველა. ჩავასხათ. ხო რა? კარგად. რომ ხელა ქათამი აძლევს და ეს. ჰა? რომ ხელა ო, მაგარი ჯიგრიანი ქათამია, აი. წაქცევით ვერ წაიქცევ. ეხლა თუ არა ჯიგარი. ჭიქა აიღე, ისა ბოთლი აიღე. ბატონ ვანოს მიეცი რომ მაგიდაზე მიდევ გასახსნელი. მეცადე. ეხლა ამას ზემოდან რო უკეთებ, ეგ ვარიანტია რომ მიპრესავს რა. ამ თლად ისე დაიჭერს რომ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იყოს. თვითონ ის მოწყობილობა რაშიც უნდა შევწვა. აი ეს. ეხლა უკვე ვეღარსად ვეღარ წავა. მოგახსენე. ესე. და ბატონო დავით დაასხი დაბლა. აი ამ რეზერვუარში ჩაასხი, მინდი სუნთლიანად. ეხლა რა მოხდება? აჰა, ქაფს გაიკეთებს, გასო ნელა ქენი. მიდი, ოღონდ გავსე ნელა ქენი რა. როდის დასხმა, ხო იცი ბიჭო? კი. მე რა არის? მიჩვეული ვარ შერო. ო, მიდი. მოგეშინი არ გადმო. ანუ ეხლა რა ხდება? ქომოდ ლუდი არის, კარტოფილია, ზემოთ არის მსუქანი ქათამი. და კონძული გაიგეთ. არა უშავს. ეხლა დიდი ტემპერატურის ქვეშ რომ მოყვება. ეს აირთქლება და? ჰა? არ აირთქლება, შა? აორთქლდება, მე ვერსად ვერ წავა ეს ორთქლება. ცოტა რა გაიციო. არა, ეხლა უყურე გამხადე. ეხლა მე ამას დავმატებ. წავიღებ და ჩავდგავ. აჰა. კაი. სადაც გიხარ იქ დამაგდებინე? ეს. წავალ ეხლა ცეცხლს დავმატებ. ან წამო თვითონ იმას გაჩვენებთ, მოწყობილობას. ბატონ დავით, დასამთი და არა. ადრე ხო იმას შობობთ რა. აგე ვიპოვე. წამოიღე ასეთი. ადრე ხო ამ მოწყობილობაში გადაღებული გვაქვს. როგორ? ადრე ვიდეოს გადაღებული გვაქვს ამ მოწყობილობაში. ბატონო. ეს ბიჭო არის ძალიან მაგარი რაღაცა რა. სხვადასხვა ტექნოლოგიით შეიძლება დაამზადო. ანუ სხვადასხვა რეცეპტით დაამზადო. აჰა, მოვუკიდე. ხლა ესე ჩვენი დამზადებულია. აბა. ეს არის საპონი, ამის ვიდეო დევს, ეს თვითონ ცეცხლის ასანთები როგორ მზადდება. აი ესე. აი ესე იყოს ბატონო დავით და წამო ეხლა ის მოვიტანო და ჩავდგა ჩიქ. კაი, ეს არ უნდა დააფარო. სადე იმას დაგელოდები აქ. ესეთი მოწყობილობა გვაქვს.
რა გვიფეშქაშა USA თუ ჯორჯია. აჰა, მოვიტანე. ეს ძალიან მაგარი რაღაც არის, აი ყვითი. აი ახლა ნახეთ რა შიგნით არის აი ეგეთი რეზერვუარი, ამას ჩავდგავ შიგ. აი ესე. აი აჩვენე როგორ არის? ბატონ დავით ახლა დააფარე სახურავი. აი ეს და მე ზემოდან დავაფაროთ აი ამას. გომოდან ცეცხლიანთია ის რაშიც არის ჩადგმული ცხელდება ზემოდან სახურავი ვერსად დიდი ტემპერატურას დაიჭერს რა ლუდი დუღილს დაიწყებს ვერსად ვერ გავა ამ ლუდის იმაში დაიწყეს მოხარჩვას ქათამი კარტოფილის დაიწყეს მოხარჩვას და თან მთელი ლუდის არომატები გაუჯდება ამ ქათამს რა და მთვალი ლუდი მთვალი ქათამი აი ახლა ეს მივხუროთ მთვალი ქათამი ხორდავა შუაში ერთს გაჩვენებთ როგორ ხა არა მთვალი ქათამი არ იქნება ეს არის ქათამი იმითი რა ქვია სვანური მარილთა და კარტოფილით გაკეთებული ამას რავი სასულე ქვია ღუმელში გაკეთებული უბრალოდ ღუმელში გამომწვარი მოკლედ შუაში გაჩვენებთ რანერი გამოვიდა და ძალიან ეჭვი მეპარება რომ ძალიან გემრი რაღაცა გამო თან ეს მალე გაკეთება აი ეკაც ხურს ხელი აი აქ შეგიძლიათ რაღაცა დადოთ და თქვა რაღაც საჭმელი ზედად გარივი დადოთ აქედან მთელი სიმხურვალი ამოდის მოკლედ შუაშიც გაჩვენე და მე ამოვიღო და ვნახოთ რა გამოვიდა აბა ეს შუარედური ვიდეოა ბატონო დავით მოკლედ ჩვენი სვანური მარილიანი ქათამი ვნახოთ რა დღეში შეიძლება შემწვერც იყოს არ ვიცი შემწვერია შემწვერი არ არის მაგრამ ნახე როგორი ლუდისუნი ამოვარდა კი ცოტა ხანში ეს ერთი აწუჩი კი ხუთი შენ გშია და ნელა დრო გამოყავს ხო ხუთი იქნება ესე არა ქვემოთ სიტყე ხო იყო ეგ ლუდის უნდა მოკრეს გაიგე ანუ ნახეთ რა ლუდის უნდა მოკრეს ქვემოთ რაც იქნება და ეგრევე უნდა გადმოიღოს იმიტომ კარტოფილი დაიწובה ეხლა ეს ხო იყო ქათამი გარედან მოხარშულივით ეხლა ტემპერატურას დაუჭერო გარედან და ოქროსფერი გახდეს და შეიწოს მერე კიდე ზეთი ხო დაგჭა კიდე დავასხავ დავახურებთ ერთი მომენტი კიდე ამოურიო და всё გამო მაგარი და მოვკვდები აბა გრაღაფლა ჟამი ჭეშმარიტებია დადგა ჟამი ჭეშმარიტებისა ჭეშმარიტად რომ დადგა ბატონო დავით აჰაი აბა რადევ შავ რეზერვუარში ახლა და ვნახოთ რა გამოვიდა ამის კარტოფილის ძალიან მაგარი გამოვა დაიშალა რა დაიშალა გრაბ ქათამი აი ეს არის აი მოდი ახლა აი ეს ბოლოს ის ვქენი ნიორი და აი ეს ნიორის თავისი მუღამი ექნება ახლა ბატონო დავით ამას ამოვიღებ ბიჭო როგორი ცხელია და წავიღოთ მაგიდაზე ეს რო დაგვარდეს ძინიდან შევჭამ აჰა ბიჭო ნუ იწოხ ეგეთ რაღაცა არ დაგვარდეს მაგიდაზე შევთავდებ და შევჭამთ გავათავისუფლო მაგიდა გაიწიე და მაგიდა გავათავისუფლო არ უნდა გათავისუფლო შეკვეთა მზად ეს რა გამოვიდა ბიჭო ჰა ეს მოხსენა იყოს იშიშხინო ჯერ არა ანუ აქედანაც გადაუღე რა მინდა რომ კერდი ოფიციალურად გამოჩეს აი ეს ნიორი აი ეს არის ნიორი მოდი აბა გაგხილებ ჩერანაჭერი გინდა ბარკალი მოგიჭრა და ფრთა აჰა მოდი ესე იგი შენ რაღაცა სამოძრაო ორგანოებზე გაქვს რაღაცა გართულება რავი მაშინ რაც გინდა ვფრთხილო არა თუ გინდა ქათამი მომე ვაფშე თუ გინდა აჰა შენ ფრთა და ბარკალი მადლობა წადი ღვინოში ხა მომიტანე ხლა აჰა
აი ესე გავაკეთოთ ეს ამბავი. ნებეთ ვენიჩიკა. ააშენე. თვითინოც აქ არის. ბამ. გავშინჯო? გააშინჯე. თან მე იმას ვიზავ, რა ქვია. სასწაული. სასირეთის მოხარშული ქათამი ხო გიჭამია? მაგის გემოა. მოხარშული ქათამი? ხო. მე მკერ ჩავაფრინდები, შენის ნებართვით. როგორც მინდა. აა? კან შევჭამ და ნიორის გემოცხო ეკნება. ეს რა კრამა შეხედე? ვინე, ცოტა ეგეც მომიჭი. მოდი, ვანოს გაკეთებული რეცეპტით იმას რა ქვია, დაგისხავ. ტომატს, ექსასა. აბა აი კანს გავსინჯო. გარედან რაც აქ და ლუდის გემოს თუ წაკრავს, აბა. გარედან კანს გავსინჯავ და ნიორის გემო ხო ექნება და მაგასაც გავსინჯავ მათ. ჭეშმარიტად ექნება. აბა ვნახოთ. როგორია? მე ძალიან მომეწონა. აბა ვანოს რეცეპტით. მუხლებში გენაცვლე. მიო. ეს იყო სავსე სულუდით. ვინც? აი ეს კარტოფილი. უნდა ამოიღო რა შეხედეთ. გაიცი? აი ეს კარტოფილი არის. აი ეს კარტოფილი არის. ოქროს კარტოფილი. ჭეშმარიტად ნახეთ როგორი გამოვიდა რა. რავი, კარტოფილი ვისაც გიყვართ. ესეთი მოწყობილობის ლინკს დავდებ. კარტოფილი გავშინოთ ლუდში მოხარშო. ბატონო და კარტოფილი გასინჯე. ჯანგალი. ოღონდ ხიმაიც მოგიჭრი. აჰა. ყავიანა შეჭამე. ხო, აბა. აი შეჭამი, აი. კაი. ოღონდ თხილა ძალიან ცხელია. მოდი ამითი მეგობრებო. ვინც ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, ისიც ხოლმე ბოლოს საქართველოს წმინდა სალოცავებს გაუმარჯოს და დღეს არის ბატონი ვანოს დაბადების დღე. ეხლა ხელში კამერა უჭერს და გამწარებული გუყუროს ჩვენ როგორ არ ჭამთ. ამიტომაც გილოცავ. ჩვენ დაბადების დღეზეც არ ვჩერდებით და უდეგრები ვართ, ეგრე არ არის? კი. გაგიმარჯოს. აუ, ლუდის გემოც დაკრავს. დღეს ვისაც დაბადების დღეს უყველას გაგიმარჯოთ. გენაცვალთ მაგ ვარაყია და მარიამობას გილოცავ. ო. თან მარიამობა დღე არის. ამ ვიდეოს ოდის დავდებ არ ვიცი. მაგრამ აი დღეს არის მარიამობასაც გილოცავთ, აი ბატონ დავითს არ დავწყდა ეგეთი რაღაცები. ლომო. აგიმოს გენაცვალე, კარგად იყავი და ღმერთმა დიდხანს გასოს. ამინ. მაიცა. აჰა. მავიწყდებოდა. ამას რა დამავიწყებს. ბამ. მაგარ როგორ ბატონი მირზას გვინოცემ მივაყოლეთ. ეთი სასელი ბიჭი არის, ძალიან მაგარი. გვინოს აკეთებს სასწაულს. ამით გამოგევშიოთ გენაცვალე, არ გაზანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. სასწაულია გააკეთეთ ეს. აბა რა.